ჩვენ ახალგაზრდები და გთხოვთ რომ უზრუნველყოთ რომ მათ სათანადო დონეზე მინიმუმ ეს სტრესი რომელიც გადაიტანეს ნაწილობრივ მაინც მოეხსნათ ეს გაჭირვება ნაწილობრივ მაინც შეუსუბუქდეთ. რაც შეეხება რთველი საკითხებს ჩვენ გადავდივართ ახლა რთველი საკითხებზე, მაგრამ მანამდე მინდა რამდენიმე საორგანიზაციო საკითხები ჩავიაროთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა დამნიშნულოვანია, რომ ჩვენმა ხალხმა და მთავრობას გამოუცხადა ბოლო არჩევნებზე ნდობა. უფრო მეტი ჩვენი გამოკითხვებით, რომელიც ბოლოს გვაქვს, ნდობა არჩევნების შემდეგ არის კიდევ უფრო გაზრდილი. ქვეყნის საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ გამოკითხვების თანახმად, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. მაგრამ ეს ერთი წუთითაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევასუსტოთ ჩვენი მოქმედებები, ერთი წუთითაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ოდნავ მაინც მოვეშვათ, ოდნავ მაინც მოვადუნოთ ჩვენი ყურადღება. მით უმეტეს, რომ იმ პირობებშიც კი როცა სოფლიო კრიზისმა შარშან ჩვენ ქვეყანა შედარებით ნაკლებად დააზარალა, ხა რა თქმა უნდა 3%-ზე მეტი იყო ეკონომიკის კლება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში იყო თითქმის -20%, ზოგიერთ ჩვენ მეზობელთან იყო 15-16%, ბალტიის ქვეყნებში იყო 15% და ზემოთ 18%-იც. ეს კლება იყო შედარებით ნაკლები. წელს პირველ კვარტალში ზრდას, რასაც ჩვენ პროგნოზირებთ, არის დაახლოებით 6-6.5%. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მინიმუმ ევროპაში. და საერთოდ ჩვენ ვარაუდობთ, რომ წლის შედეგად 5-6%-ზე ქართული ეკონომიკა 5 და 6% შორის ზრდას შორის იმოძრაებს. ინფლაცია მნიშვნელოვანია, რომ კონტროლქვეშ იყოს და თუ ეს არის 6-7%, ეს შედარებით არ იქნება ისეთი მძიმე, როგორც ჩვენ გქონდა წლები, როცა იყო 12-13-14% ინფლაცია და მეორე მხრივ მომავალ წელს ჩვენ რეალისტურად თუ ეკონომიკის განვითარება გაგრძელდა, გვაქვს პროგნოზიც და შესაძლებლობაც რომ 7-8 შეიძლება მეტ პროცენტზე გავიდეთ ეკონომიკის ზრდის და განვითარების. დაუბრუნდეთ თანდათან ჩვენ ძველ კრიზისამდე მაჩვენებლებს და მერე გადავიდეთ იმ მაჩვენებლებზე, რომელიც გვაქცევს ევროპულ სინგაპურად, ის რაზეც ჩვენ პირდაპირ ჩვენ ხალხს, ჩვენ ლიბერალური ეკონომიკური მოდელის პირობებში მოვიზიდოთ ინვესტიციები და საქართველოს ვაქციოთ სერიოზულ ექსპორტიორად, ესე იგი დავასაქმოთ ხალხი, გადავლახოთ ის გაჭირვება, რომელიც არსებობს და რა თქმა უნდა ბოლო წლებმა და ამ კრიზისმა განსაკუთრებით დაგხვია უკან გაჭირვება 2003 წელთან შედარებით არის 53% და შემცირება 22%-ზე, მაგრამ ეს არის ძალიან მაღალი პროცენტი. ამავე დროს მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა მაინც მე მგონია რამდენიმე ეს არის თეორიული წყებების ჯერ კიდევ არაპროფესიონალიზმი. მეორე ეს არის ბიუროკრატიზმი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შიში და გადაწყვეტილების მიღების გადავადება თავიდან მოშორება. და რა თქმა უნდა ეს არის ასევე ხშირად უბრალოდ საკითხების იგნორირება და საკითხების გვერდზე ავლა და საკითხების თავიდან მოშორება. ამას უნდა მოვუღოთ ბოლო, იმიტომ რომ ესეთი დახავსების საფრთხე სახელმწიფო აპარატში არსებობს მუდმივად. და ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და ყველა უწყებას. ზოგან ნაკლებად, ზოგად მეტად. ჩვენ არ გვჭირდებათ, თქვენ იცით რომ მაქსიმალურად დელეგირებული მაქვს მე და არ ვერევი ძალიან ბევრ საკითხში, მთავრობის საქმიანობის, პრემიერ-მინისტრს ბევრი რამე აქვს დელეგირებული მინისტრების დონეზე. მინისტრების შიგნით ჩვენ ყველანაირად ხელს უწყობთ, რომ დელეგირებული იყოს ეს როგორც დარგის შიგნით დეპარტამენტების და სამინისტროს შიგნით დეპარტამენტებზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე. მაგრამ დელეგირება არ ნიშნავს, რომ იქ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული. ჩვენ მიკრომენეჯმენტს არ ვახდენთ და ეს არის სწორი. იმიტომ რომ ხალხის პასუხისმგებლობის დონე ამაღლდეს, ყველა თანამდებობის პირმა იგრძნოს, რომ ის არის მნიშვნელოვანი. მაგრამ აი მაგალითად ამას წინათ მე მყავდა და ჩვენ იცით რომ დღე და ღამე ლაპარაკობთ ინვესტიციებზე. ერთ-ერთი მეწარმე, რომაც აგერ უბრალოდ მაგალითისთვის მე მინდა გაგაცნოთ, წლევანდელი წლის იანვარში მიწერა წერილი ეკონომიკის სამინისტროს. მიწერა წერილი, სადაც აგერ ცლად აღწერს, რომ უნდა ერთ-ერთ ადგილზე ჭაობში, ფოთის უკან სადღაც ჭაობში დამატებით იმ მოცულობისა, რაც აქვს,